2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტა თითქმის 10.8%-ით გაუფასურდა. დოლარის გაუფასურებას პირდაპირ უკავშირებენ პრეზიდენტ ტრამპის წამოწყებულ სავაჭრო ომს, რასაც თან დაერთო რუსეთ-უკრაინისა და ირან-ისრაელის კონფლიქტები და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვაც. ეკონომისტების ნაწილი დიდი ხანია საუბრობდა იმაზე, რომ დოლარი ზედმეტად ძლიერი იყო და მის გაუფასურებას ელოდნენ კიდეც. დღეს კი ამბობენ, რომ დასუსტების მიუხედავად დოლარის პოზიციები გლობალურად მაინც ძლიერია და დიდი ალბათობით მისი გაუფასურება გაგრძელდება. ეგრეთ წოდებული საშუალოვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, დოლარი ზედმეტად ძლიერია და საბოლოო სცენარი იყო დოლარის გაუფასურება. სხვათა შორის ბევრი თქვა ჩვენი კლიენტი ეს ბიზნესი იქნება უძირთად სამართლად კითხულობდა რომ როგორ არ დადგა საშუალოვადიანი პერიოდი ამდენი ხანი, თუმცა ევროდოლარს დიდი მერყეობები ჰქონდა და აქედან სარგებლის მიღება არ იყო მარტივი, მაგრამ იყო ნამდვილად შესაძლებელი. ამ კუთხით დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოლარი დასუსტდა ბოლო პერიოდში, ანუ ეს ეგრეთ წოდებული საშუალოვადიანი წონასწორული წერტილი მაინც არ დადგა, ანუ დოლარი ისევ ძლიერია და საბოლოო სცენარია მისი შემდგომი დასუსტება, ანუ ეს რაც შეიძლება ითქვას სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით. ახლა მიმდინარე პერიოდში რა არის მიზეზი თქვენი ცით ბაზრები ძალიან მერყევია. პირველი როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა სატარიფო პოლიტიკის შესახებ, დოლარი გამყარდა, იმიტომ რომ ყველა ფიქრობდა, რომ ეს იყო დოლარის გამყარების არგუმენტი, თუმცა შემდგომ გამოიკვეთა, რომ რეალურად ეს პოლიტიკა როგორც ჩანს არანაკლებ ზიანს აყენებს თავად ამერიკის ეკონომიკას და ამიტომ უკვე დოლარი გაუფასურდა. თუ ვინმე გეტყვით, რომ ზუსტად იცის ხვალ რა მოუვა დოლარს, არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ როგორ იცვლება განწყობები. ბოლო კანონ პროექტით ვალი კიდევ უფრო იზრდება, აქ დავუშვებ, რომ ზოგადად ვალის და ფისკალური დეფიციტი ვალუტის მხარდამჭერი არგუმენტია, მანამ სანამ ბაზრებს ჯერათ, რომ ამერიკას შეუძლია უსასრულოდ ცეცხლება. ანუ როგორც კი ისინი შეიტანენ ამაში ეჭვს, ანუ ეს სიტუაცია შეიძლება კატასტროფულად შეიცვალოს, შემოტრიალდეს და ძალიან სავალალო შედეგები მიიღოს. სხვა შორის ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. არა მარტო ამერიკაში გაიზარდა რეცესიის ალბათობა და დოლარი გაუფასურდა, არამედ ასევე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. რაც პარადოქსია. ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ დოლარს აქამდე უსაფრთხო აქტივის სტატუსი ჰქონდა. საერთაშორისო კრიზისების დროს დოლარი მუდმივად მყარდებოდა, თუმცა ახლა მოცემულობა შეიცვალა, რაც კომპანიებს გადაწყვეტილებების გადახედვისკენ უბიძგებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სპეციალისტებს დოლარის მიერ პოზიციების სამუდამოდ დათმობის არ სჯერათ. ანუ კრიზისების დროს, აქ საუბარი არა ამერიკის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით კრიზისის დროს უფრო მაგალითად შვეიცარიული ფრანკი და იაპონური იენა გამყარდა ნაწილობრივ ევროც, ვიდრე ჩვენი დაშვება იყო ადრე, რომ სულ დროს ყარდება დოლარი, ხო? ანუ თუ მაგალითად კრიზისის დროს ყარდება დოლარი, ეს მაგალითად კომპანიისთვის პრაქტიკულად რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ ვალი მაქვს დოლარში, როდესაც კრიზისი იქნება, არა მარტო ჩემი ვალი გაძვირდება, იმიტომ რომ ვალი მაქვს დოლარში, დოლარი გამყარდება, არამედ ამ დროს გაყიდვები შემცირდება, ხო, რეალურად, რაც ორმაგი დარტყმაა ჩემთვის. ამიტომ ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სესხების სავალუტო სტრუქტურის კუთხით, ანუ ეს არგუმენტი იყო დოლარის საწინააღმდეგო არგუმენტი, ხო? რეალურად. თუმცა ეს ახლა შეიცვალა იმ გაგებით, რომ ესე იგი როგორც ჩანს, კრიზისების დროს დოლარი ისე აღარ გამყარდება, როგორც ყარდებოდა ადრე. როგორ იმოქმედა ან იმოქმედებს დოლარის გაუფასურება ლარსა და საქართველოს ეკონომიკაზე? ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ დასტიმულირდება იმპორტი, ექსპორტი ნაკლებად. ეს კი საქართველოს ისედაც უარყოფით სავაჭრო ბალანსს კიდევ უფრო გააუარესებს. ვერ ვიტყვით, რომ მარტო დოლარის სისუსტე არის ლარის მყარი პოზიციის მაჩვენებელი. ლარიც დგას, შეიძლება ითქვას. პრინციპში ეს არის იმპორტისთვის უფრო ხელისშემწყობი და ექსპორტისთვის უფრო ნაკლებად ხელისშემწყობი რაღაც თვალსაზრისით. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს უარყოფითია, იმიტომ რომ სავაჭრო ბალანსის გაუარესების ტენდენცია ექნება, მაგრამ ეს თუ სხვა ყველა ფაქტორი თანაბარი იქნება, ასე რომ ძნელი სათქმელი სინამდვილეში რა მოხდება, მაგრამ თავისთავად
დოლარის დასუსტება და ლარის გამყარება ნიშნავს საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და იმპორტის ზრდას. ასე რომ რაღაც უარყოფითი უნდა იყოს ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ დიდი არა. ჩვენ გვახსოვს რომ იყო ეგეთი მომენტები ადრეც COVID-ის დროს 2008 წელს და ასე შემდეგ და დოლარი ყოველთვის იბრუნებდა თავის პოზიციებს და მე მგონი ახლაც ესე იქნება, ბევრი ხმაური იქნება, მერყეობა იქნება, მაგრამ საბოლოოდ კითხვა ისე უნდა დავსვათ თუ დოლარი არა, აბა რა. დღეს საქართველოში გაცემულ სესხებში 40%-ზე მეტია დოლარიზაციის მაჩვენებელი, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქმე გვაქვს დოლარის მიერ პოზიციების დროებით დათმობასთან და დასუსტებულ დოლარზე დაყრდნობით. გრძელვადიანი ფინანსური თუ საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღება მაღალი რისკის შემცველი და ნაკლებად გონივრულია. მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა დოლარის გავლენა შემცირდება, თუმცა საქართველოს ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, რაც ნაკლები იქნება დოლარიზაცია და მეტი იქნება ლარიზაცია, ეს უკეთესია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ დოლარი სუსტება, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საკუთარი ეკონომიკა ლარიზაციის პირობებში. პარადოქსია, რომ დოლარის კურსის ვარდნის მიუხედავად ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულად იზრდება. საქმე ისაა, რომ მსხვილი ამერიკული კომპანიები შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. როდესაც დოლარი უფასურდება გლობალური ბაზრებიდან სხვა ვალუტებში, მიღებული შემოსავლები დოლარში გადახურდავებისას ნომინალურად იზრდება, ანუ გაუფასურების წყალობით ამერიკული კომპანიები შემოსავლის სახით უფრო მეტ დოლარს იღებენ. თუმცა რამდენხანს შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, პროგნოზის სპეციალისტებს უჭირთ. გვაქვს ეს ცოტა უცნაური მდგომარეობა, როდესაც თითქოს არის მოსალოდნელი საფრთხე განაკვეთების ზრდა, ინფლაციის ზრდა და ამ სიტუაციაში კაპიტალის ბირჟები ყოველ შემთხვევაში ძალიან მაღალ ნიშნულებზეა მაინც ასული. ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ არის შენარჩუნებადი დონე და შეიძლება რაღაცა ბუშტის გახეთქვის მოლოდინებიც იყოს ამასთან დაკავშირებით. სპეციალისტების განმარტებით, დოლარის მოკლებადიანი გაუფასურება შესაძლოა დროებითი და წარმავალი მოვლენა იყოს, ხოლო უოლ სტრიტის საფონდო ბირჟის ზრდა ისტორიულად დადასტურებულ გარდაუვალ მოცემულობას წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ ფსონის დადებას, როგორც წესი, აზრი არ აქვს.